აჭარის მხატვართა კავშირი 2007 წელს მათ სარგებლობაში არსებული გასხვისებული შენობის დაბრუნებას ითხოვს. საუბარია რუსთაველის ქუჩაზე არსებული ფართის შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში კავშირის განკარგულებაში იყო, 7 წლის წინ კი მთავრობამ კერძო კომპანიებს მიყიდა. აჭარის მხატვართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე გურამ ფუტკარაძე ამბობს, რომ დღეს კავშირისთვის გამოყოფილი ფართი იმდენად მცირეა, რომ შემოქმედებითი საღამოების და გამოფენების მოწყობა შეუძლებელია. ორგანიზაციის ბალანსი ამ დროისათვის არც ერთი შენობა არ ირიცხება. მხატვართა კავშირის წევრებმა ადგილობრივ ხელისუფლებას ფართის დაბრუნების მოთხოვნის წერილობით უკვე რამდენჯერმე მიმართეს. თუმცა უშედეგოდ, რაც შეეხება დაფინანსებას, მხატვრების ხელშეწყობის მიზნით კავშირს აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო წლიურად 20,000 ლარით აფინანსებს, რაც აცხადებენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი უწყების წარმომადგენლები. მათნეს მომდევნო გამოშვებაში ნახავთ. აჭარის მხატვართა კავშირის ბალანსი დღესდღეობით ქონება არ ირიცხება. ჩვენ ვართ ტერიტორიაზე, რომელიც არ არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და მხატვართა კავშირს არ ეკუთვნის. მხატვართა კავშირი დღეისობით მხოლოდ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებას ღებულობს წელიწადში 20,000 ლარის ოდენობით სუბსიდიის სახით, რითაც წლის განმავლობაში 4 გამოფენას ვახერხებთ.